მოგესალმებით, ვიწყებთ შემდეგი პოდკასტის ჩაწერას. დღეს ჩვენი ერთი წიგნი, არ გამოდის ერთი, დაახლოებით 7 გამოდის, მაგრამ კარლს უვე კნაუსგორის ჩემი ბრძოლა, აი ასეთი უხერხული სათაურით. დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს, გამოყვევით YouTube არხზე მისმინე, გამოგვიწერეთ, დაგვისვით შეკითხვები, გვირჩიეთ რომელი წიგნი განვიხილოთ და დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, ჩვენს სპონსორ Coca-Cola-ს, რომლის დახმარებითაც ვწერთ სწორედ ამ პოდკასტს. და მაშა ასე, ვილაპარაკებთ დღეს ერთ სიმპათიურ შეიძლება ითქვას ლამაზ ნორვეგიელ მწერალზე, კარლს უვე კნაუსგორზე და მის წიგნზე ჩემი ბრძოლა, რომელიც ძალიან ცუდ ასოციაციებს აჩენს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გამოქვეყნდა ამას წინათ პრესის თავისუფლების ინდექსით, რომელი ქვეყანაა წინ და თუ იცი, რომელი ქვეყანაა პირველ ადგილზე მიხვდები ადგილად? არა, პრესის თავისუფლები და ზოგადად ნორვეგია არის არა მარტო ამაში, მაგრამ ამაშიც პირველ ადგილზე. და ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ აი ასეთ ქვეყანაში რაც ყველაფერში რაც კაია ყველაფერში თითქმის პირველ ადგილზეა, არის ულამაზესი, უბედნიერესი და მოწესრიგებული დემოკრატიული, რაზე შეიძლება 7 ტომი იწუწუნა, ხო? მაგრამ ყველა 7-ია თუ 6-ია? 6, ხო? 6. 7 არა. რაზე შეიძლება 7 პრუსტის. ხო, აი, წამომაწახა, იმიტომ რომ პრუსტთან ასოციაცია თავისთავად ჩნდება და რაზე შეიძლება რომ იწუწუნო ამდენი გვერდი ადამიანმა, მაგრამ მწერალი იმის მწერალია, რომ მოწესრიგებულ, დაალაგებულ, აწყობილ ქვეყანაშიც მოძებნოს საკუთარ თავთან ან სხვებთან ომის მიზეზი. და კნაუსგორისთვისაც ცხოვრება არის ბრძოლა. ამ სათაურის გამო მას რა თქმა უნდა შეექმნა პრობლემები. დიდ მწერლობაში მან ამ წიგნით არ შეაბიჯა პირველი რომანი სხვა ქონდა, მაგრამ დაიწყო ინტერვიუები ცნობილ მწერლებთან. ძალიან ბევრი კარგი რეჟისორი და მწერალი სწორედ სხვა მწერლებთან გასაუბრებით და სხვა მწერლებზე წერით იწყებს ხოლმე ზოგჯერ და მერე თვითონ გადადის ამ მწერლობაში და ამ წიგნების კრებულს, რომელსაც ქვია თანამედროვე ბრძოლის, ჩემი ბრძოლა და არანაირ კავშირში არ არის ავადსახსენებელის Mein Kampfთან, მაინც უხერხულად ჟღერს, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის self-ის თაობის რეფლექსია, ასე ვთქვათ, რადგან ძალიან ბევრს self-ის თაობის მწერალს უწოდებენ. self-ის თაობის მწერალს უწოდებენ ზუსტად იმიტომ, რომ self-ი ნიშნავს ძალიან დიდი დოზით კამერას მიბრუნებულს საკუთარი თავისკენ და მწერლის შემთხვევაში დაკვირვებას მიმართულ საკუთარი თავისკენ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა დროს, ვთქვათ, სხვა მწერლების შემთხვევაში დაკვირვება სხვებზე საბოლოო ჯამში საკუთარ თავზე გაგებინებს რაღაცას, ხო, რაღაც დიდ ხვდები რაღაც სწორ დისტანციიდან შერჩეული ადგილიდან დაკვირვება ნიშნავს, რომ იგებ ცხოვრებაზე და საკუთარ თავზე რაღაცებზე, აქ არის პირიქით. საკუთარ თავზე დაკვირვებით პრუსტის შემთხვევაშიც ხედავთ, რომ იქ ჭირდება მას პერსონაჟები, რომელსაც დააკვირდება, დეტალურად აღწერს. აქ თლიანად მიმართულია საკუთარ თავზე და საკუთარ ურთიერთობაზე მამასთან, მის ხასიათთან, მის მეგობრებთან, ცოლთან და რა თქმა უნდა, აი ამ ოჯახის წევრების დეტალური განხილვის გამო, ვის რამ ხელაზე ესდებოდა, მაგალითად მუცელი ორსულად რო იყო, ცოლისგანაც მიიღო საჩივარი და ეს არის ალბათ, არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ სხვისი ინტიმური ცხოვრების ასე გამოტანა ღირს თუ არა ლიტერატურაში. მე პირადად მგონია, რომ ლიტერატურა ეთიკის საკითხია, თუმცა მე პირადად ლიტერატურის არ ვიცი. მე პირადად გონია, რომ ლიტერატურას ყველაფერი ეპატიება, იმიტომ რომ ეს ყველა მოქმედი პერსონაჟი წავა, ეს უხერხულობა გაივლის და წიგნები დარჩება და ამ ეპოქაზეც უნდა დარჩეს. self-ი თაობა იქნება თუ მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი თუ მე-20-ის მეორე, ნებისმიერ შემთხვევაში გულახდილი ტექსტები საჭიროა. რა შეიძლება მწერალმა 21 საუკუნეში შესთავაზოს მკითხველს თუ არა უკიდურესი გულახდილობა, იმიტომ რომ არის კრიზისი. ხო, უკვე პოსტმოდერნში ვართ და ლამის ყველაფერი დაწერილია, ნათქვამია, ფორმები რთული შესარჩევია და თან სიყალბე ადვილად იდენტიფიცირებადი. ამიტომ მწერლისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია გაიღოს მსხვერპლი და ილაპარაკოს იმაზე, რისით წესით უნდა რწხვენოდეს და სწორედ ამას აკეთებს კნაუსგორი თავის წიგნში ჩემი ბრძოლა. პირველი 30 გვერდი პირველ წიგნში არის სიკვდილის დეტალური აღწერა. მამის რა ემართება ადამიანს როცა კვდება, სიმართლე გითხრათ, ჩემი ინტერესი არა მისმა პორტრეტმა, რომელიც ნამდვილად სიმპათიურია, მაგრამ სწორედ ამ პირველმა 30 გვერდმა გადამაწყვეტინა, რომ მერეც მაინტერესებს რა მოხდება.
იმიტომ რომ აქაც ეხებით მარადილ თემას, რომელიც ჩვენ პოდკასტში ხშირად გვიწევს ხოლმე, ეს არის სიკვდილის თემა და მამის თემა. მამის ხასიათის აღმოჩენა საკუთარ თავში, მამის თვისებებთან ბრძოლა და ასე შემდეგ, ხო? და მისი ეს რომანი, ვთქვათ, მამასთან ბრძოლით იწყება, თუმცა ეს ბრძოლა არ არის, ხო, ერთგვაროვანი და ცალსახად და თვითონ მთელი ეს კონცეფცია ამ 6 რომანის სწორედ ამას ემყარება, რომ ადამიანი ყველას ებრძვის და საკუთარ თავსაც კი, მათ შორის ავტორი კნაუსგორს ბრძოლა აქვს თავის პატარა შვილებთანაც კი. რამდენიმე თვის ქალიშვილთანაც კი მას უწევს ბრძოლა და ისიც ებრძვის მას და ამ მხრივ არის ძალიან შვიდობიანი სინამდვილეში ამ ბრძოლაში, იმიტომ რომ თუ კი სინონიმად გამოვიყენებთ მყოფობის, ანუ ცხოვრების ბრძოლას, სიტყვა ბრძოლას, მაშინ ხო ჩვენი ცხოვრება ეს ბრძოლაა და სივრცის თუ აღიარების თუ საკუთარი სურვილების გაცხადების და მოპოვების და გამტკიცებისთვის, ასე ვთქვათ. ხო, თუ ბრძოლა არ არის ელემენტარული რაღაც ტიპის ანტაგონიზმსაც ხო შეიძლება ბრძოლა დავარქვათ. ნებისმიერ ანტაგონიზმს დიალოგიც კი თუ ყველაფერზე შეთანხმებული ხარ არ გრძელდება, ამიტომ დიალოგსაც კი რომ ჩვენ გვიწევს ხშირად და ამიტომ ვახსენებ დიალოგის და გჭირდება მინიმუმ კამათი მაინც ამ ფარული დაპირისპირება ან რაღაცა ანტიპოდი რომ სხვანაირად კი მიყვარხარ, მეც მიყვარხარ და დავასრულეთ ხო და ამიტომ სიტომი აღარ გამოდის. როგორც ეს კნაუსგორის უნიკალურობა გულისხმობს სწორედ იმას, რომ ადამიანს პრინციპში საკმაოდ ორდინალური ცხოვრება აქვს, მაგრამ ეს ცხოვრება არის გადაძეძგილი თურმე მოვლენებით და კონფლიქტებით და ტრაგიზმით და პარადოქსებით. სინამდვილეში ეს არის ნორვეგიული, ახლა თუნდაც ერთ-ერთი მისი რომანი, ხო? თორემ მეორე თუ მესამე არის ამ ციკლიდან სიყვარული, მეორეა, ხო, სადაც დავის რის გამოც უჩივლა ცოლმა ლინდამ და წიგნიც კი დაწერა. ლინდამ თავისი ვერსია, თავისი პერსპექტივა, ქმარმა მწერალმა ასე დაწერაო და მოდი მეც დავწერო, ხო? ეს ამის ტრადიცია არსებობს კლასიკურ ლიტერატურაშიც, მაგალითად ლევ ტოლსტოიმ როცა დაწერა კრეიცერის სონატა, სოფია ბერსმაც დაწერა თავისი ვერსია. ნუ ტოლსტოის უფრო საინტერესო აღმოჩნდა საბოლოოდ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს აქაც. და მე შენ შეკითხვასაც დავიდა რა შეკითხვას დასვი, ხო? ლინდა ნამდვილი თუ კნაუსგორის პერსონაჟი ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ თვის მკითხველებისათვის პერსონაჟია. ხო, ნუ ახლა გასაგებია რომ მაგრამ ეს თავადაც იცი როგორც წერალმა რომ ზოგჯერ ამის გათავისება რთულია წიგნის პერსონაჟებისთვის, რომ შენზე არ არის ეს, შენ ამ შემთხვევაში პერსონაჟი ხარ. ხო, ნუ როგორია, მაგრამ როდესაც ეხა კნაუსგორი აღწერს რომ ზოგჯერ ბავშვს ვუტოვებდით ლინდას დედას და შემდეგ აღმოვაჩინეთ რომ იკლებდა კონიაკი თუ რაღაცა სხვა სასმელს ამბობს და მივხვდით რომ ჩემი სიდედრი სვავდა ამას, რომელიც ძალიან კარგი ქალია და ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ მისი ასე ვთქვათ რაღაცნაირი ხო, ან ლინდა წერს რომ ბარზაყები გამისუქდა და ხო, და შემდეგ მისი ნევროზები. წყენა რა გამოიწვია, თავზეც წერს კიდევ დეპრესია და ლინდას დეპრესიაზე წერა ძალიან თუ არა უფრო მეძე, ძალიან ისე, მაგრამ არის ეს კორექტული თუ არა კორექტული, ძალიან საინტერესო შეკითხებია, რომ შეუბრალებელია კნაუსგორი თუ ამ ნიშნით ვისაუბრეთ მასზე, უპირველეს საკუთარი თავის მიმართ. აი ამის თქმა მინდოდა, მაგრამ იცი რა არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანს რაც არ უნდა კარგი მახსოვრობა ჰქონდეს, შეუძლებელია ისეთი დეტალები ახსოვდეს თავის ბავშვობის, რომელზეც კნაუსგორი წერს ხოლმე, თავის პირველ ტომში ხშირად არის ასეთი, აი რამდენი ბოთლი, ლუდი მოიპარე, ან სად გაუხვიე, მერე ვინ შეხვდა ბებიასთან რო ჩახვედი, რა დაგვახედრა იმ ქაშახს რა მიატანე, ფიზიოლოგიაზე ძალიან კუჩი გასულაც უკაცრავად ამ სიტყვისათვის. ხო, ეს ხო და აი ასეთი რაღაცები თუ გავითვალისწინებთ, შეუძლებელია ზედმიწევნით გახსოვდეს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ნახევრად დოკუმენტური ბიოგრაფია და შეგვიძლია აღვიქვათ გამონაგონადაც, ხო? ან დეტალებით აი ეს ფაზლი, რომელიც აწყობილი აქვს ესეთი რაღაც ლინიარული თხრობა აქაც არ გვაქვს.
შეიძლება ამატებდი. არ გახსოვდეს ახლა 84 წლის 18 სექტემბერს რა სჭამდი, მაგრამ ქაშაყი და კარტოფილი დაწერო. და ხო შეიძლება ეს ბარძაყებიც ასე აღიქვა, როგორც კითხულმა, რომ ეს არის ცოლის პორტრეტი, სადაც ჩონჩხზე დამატებულია სულ სხვა ხორცი, ხო? ამიტომ ასე პირდაპირ ალბათ არ უნდა წავიკითხოთ. აი ეს უხერხულობა, რომელსაც მისი ფიზიოლოგიური თუ სულიერი განცე და არანაკლებ დიდი რისკია საკუთარ შეგრძნებებზე წერაც, ხო? მონტენი მაგალითად ამბობდა, რომ ყველაზე რთული რისიც მართლა გცხვენია, რისიც მართლა გერიდება, ამაზე ხმამაღლა რამე თქვა. ამიტომ როცა ჩვენ თითქოს რაღაცა რეფლექსიას, თითქოს რაღაც ახსარებას ვამბობთ, ეს ყოველთვის მაინც გულისხმობს, რომ ეს არის ის, რაც ჯერ უკვე გადახარშულია და გარეთ ამოტანა შეგვიძლია. და ამ შემთხვევაში კი კნაუსგორი ზუსტად ამიტომ გახდა საქვეყნო ცნობილი ვიღაცებისთვის უსამართლოდ, მაგრამ ჩემთვის სამართლიანად, მაგრამ არა იმიტომ რომ ლამაზი, არამედ იმიტომ რომ მას შეუძლია უხერხულში ჩაიგდოს თავიც, მკითხველიც, ოჯახის წევრებიც და ასევე გაწიროს საკუთარი პირადი ცხოვრების ხერხლად მიტანა არ არის ადვილი. ეს ძალიან დიდი ფასი იჯდება. ამიტომ რა თქმა უნდა, ის ახლა სადგამონდა ხო არ მიაწერ, აქ გამონაგონია იქ ნამდვილი. არა, და რაც მთავარია და ამიტომაც შეიძლება ნაბოკოვისეული აი ეს აზრი ლიტერატურის მიმართ, რომ ლიტერატურა არც მორალურია და არც ამორალურია, არამედ იმორალურია, ანუ რაღაცა სხვა ტიპის კრიტერიუმებია, საჭიროა ლიტერატურაზე ვლაპარაკობ, ხო, ბოროტების ესიკეთის მიღმა რაღაცნაირად, ხო, არ ვიცი რამდენი ზუსტად მიესადაგება კნაუსგორს, მაგრამ რაც მას მიესადაგება ძალიან არის ის, რომ რაც არის ბაზისური ელემენტი ლიტერატურისათვის, უბრალოდ უნდა იყოს საინტერესო. და როდესაც წერს კნაუსგორი თავის თავზე, ცოლზე, შვილზე, აგერ ჩემს მიხსენებულ მის სიდედრზე, ეს საინტერესოა. და ხო უცბად რომ იკლებს აი ეს კონიაკი და აღმოაჩენს რომ თურმე ბავშვებს უტოვებს არაფხიზელ ქალს და ამასთან წერს როგორ ხო? ახლა მეცინება კიდეც და თან და შემდეგ რა მოყვება ამ ყველაფერს, ხო? ეს საინტერესოა, ჩვენ ამას ვკითხულობთ. და მწერალი ხო ამით არის ამაზრზენი რომ თუ კი საინტერესო წერს, ყველაფერს ავიკითხავთ. ასევე შენ რაც ახსენე, შემთხვევით არ გიხსენებია სიტყვა ახსარება. იმიტომ რომ ხო ახსარება სწორედ ის არის, რომ რაც დამალულია, რაც სათუთია, რაც ინტიმურია, ლიტერატურაში ამის ტრადიციაც არსებობს, რომ პირიქით წეროთ ის, რაც ჩვენ თავს დაგვამალინებს. ეს კიდე ცალკე მიმართულებაა ლიტერატურისა და მწერლები, რომლებიც ნიღაბს იკეთებენ. ამის მაგალითად, თუ ეს კეთილშობილურ მიზანს ემსახურება, როგორც მის რა ქვია, ანდერსენის შემთხვევაში, რომ სუბლიმაცია იყოს ლიტერატურა, მაშინ ხო, რა თქმა უნდა, კარგია. ხო, მაგრამ ხშირად ეს არის მაგრამ ვაჟკაცობა ჭირდება გულახდილობას თქვათ, რომ რასაკვირველია და მაგრამ ახსარების კონცეფცია მნიშვნელოვანია. და შემთხვევით კნაუსგორი შემთხვევაში ძალიან ტრადიციული მწერალია ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ახსარების ტრადიცია არის, ანუ ლიტერატურული ახსარების, რომელიც უშუალოდ ლიტერატურაზე შეიძლება ლიტერატურულ ტექსტად არ მივიჩინოთ, მაგრამ რატომაც არა, როგორ არ უნდა მივიჩინოთ. მაგალითად, ეს არის ავგუსტინეს ახსარება. ხო, რომელიც არის უნიკალური ტექსტი, რომელსაც მიზანი ავტორს აქვს, სწორედაც გააცხადოს, გააშიშულოს თავისი სული, ახლა ნეტარი ავგუსტინე იწყებს თხრობას იმით, ერთ-ერთი თავარი ეპიზოდი და კნაუსგორული და როდის რამდენი საუკუნით ადრე თუ როგორ ესიამოვნა მას ვაშლების მოპარვა სხვისი ბაღიდან ვაშლი არ ჭრდებოდა საკმარისად ქონდა მაგრამ ესიამოვნა აი ტკბილი იყო და აი ეს დააკვირდა თავის სიამოვნებას ცოდვას ნეტარი ავგუსტინეს პერსპექტივით ან თქვა ჟაჟაკ რუსოს ახსარება რომელიც ასევე ავგუსტინესი არ იყოს გენიალური ლიტერატურული ტექსტია სადაც ისეთ ინტიმურ დაკვირვებებს აშიშულებს და გააცხადებს და გვაკითხებს რომ მხოლოდ გაბედულებაზე სიმამაცეზე შეიძლება ჩვენ ვიფიქროთ რომ ავტორმა ასე არ დაზოგა საკუთარი თავი. იქაც რო შეიძლება გამახსენდა სიამოვნების ასპექტებზე, როდესაც მოახლე ქალი როზგავს მას რაღაცას დააშავებს და უცოდ რო აღმოაჩენს, რომ ეს გაროზგვა მას სიამოვნებს და ის ამბობს, რომ პუბერტატიც არ აქვს დაწყებული, რომ პუბერტატემდელი სიამოვნების რაღაცა ისეთი ელემენტი გაჩნდა ქალი რომელიც ჯერსად არის ზაჰერ-მაღზოხი და საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ზაჰერ-მაღზოხის ლიტერატურასთან რუსოს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისეთ რაღაცას გვიმხელს
რაზეც გულვარ. თუმცა ამას პრუსტის პრინციპში ახსარებაა, ხო? ოღონდ პრუსტისთვის ობიექტი, დაკვირვების ობიექტი გარეთ არის და მეხსიერება. კნაუსგორისთვის მეხსიერება მგონი არ არის უმთავრესი, თუმცა მეხსიერებაზე დგა. თუმცა თითქოს ისე ეჭვს იწვევს, ისეთი დეტალებია ფიზიოლოგიური წარსულიდან, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ზოგჯერ მღლისეს დეტალებიც, ეხლა შევედი, კარი გავაღე, გასაღები გადავატრიალე, მერე მივხურე, ჩანთა იქ დავდე. ღმერთო ჩემო, ზოგჯერ ვფიქრობ, რატომ აკითხებს ამდენ დეტალს? ხო, რაშიმა და დამჯექი, გადავდე ტელევიზორის პულტის ავარძო. მე ვფიქრობ, რომ ადვილად წარმოიდგინო ეს ყველაფერი დეტალურად, იმიტომ რომ ყველაფერს მნიშვნელობა. იგივე თუ გახსოვს, აი ეს კარის ჩაკეტვის სცენა, რამდენი ხანი გრძელდება, ცოლი რო ტუალეტში სტუმრად ჩაიკეტა. ესე იგი, ეს არის წარმოუდგენლად დიდი სცენა და ფიქრობ, რომ ნუ ჩაიკეტა ტუალეტში. და რა, ეს ეპიზოდია. ვერ აღებს და აქაც ეხა მე შემიძლია ეს განვავრცო როგორც ძალიან ბედნიერი, მაგრამ შეზღუდული მასკულინობა მიჩაგრული კაცის ბედის შესახებ ნორვეგიასა და სხვა ჩრდილოეთ ევროპაში, ხო, რომ აი ის რომ აიღოს და წიხლის ხვის სახლში კრას ამ კარს და გაღოს, რაც სამცოლ სინამდვილეში უნდა რომ ამას რომ არაკეთებს და კაცები ამის კეთებას რომ გადაეჩვენ, ეს არის ცუდი, ანუ 1000 ინტერპრეტაცია შეგიძლია მისცეს სცენას, რომელიც ალბათ ცხოვრებაში ერთხელ ყველას მაინც დამართი, ან ლიფტში გაჭედილა, ან და ამ დროს ინსტინქტურად თურმე ქალს აქვს იმედი, რომ აი ხა შემოანგრევს ჩემი ვაშკაცი ქმარი. და ეს ვერ აკეთებს, არ შეუძლია წიხლით. და მე ბამბაოზი მოდის იქა და ეს შელეწავს, ხო, როგორც ეგ. ზუსტად ამაზეა ლაპარაკობ, სინამდვილეში ჩემგან ეს უნდა რომ მე აი ეს კარი შევლეწო და ცოლს. კი. და არის ეს თემა, ხო, ანუ ჩემთვის ეს დეტალები შეიძლება კნაუსგორისადმი კეთილგანწყობის გამო, მაგრამ მაინც გონია, რომ ის რაც შეიძლება ჩვენ გვეჩვენება ახსენე რუსო, ახსენე ნეტარი ავგუსტინე და აქ მაინც აი ამ ცოდვებზე, შვიდ მომაკვდინებელ ცოდვასა თუ სხვა ცოდვებზე საუბარი, მაგრამ მაინც აი ყოფითი გაბანალურებული დეტალების გაცოცხლება ეხა მწერლისთვის ძალიან რთული. ამიტომ აი შეიძლება 21 საუკუნის მწერლობისთვის კონდეს ამას მნიშვნელობა და სირცხვილი ზუსტად ეს იყოს, რომ ბანალურ რაღაცებზე ისე ილაპარაკო, რომ წააკითხო ძალიან ბევრ ადამიანს და ყოველგვარი ეს პაპსა არ მინდას გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ეპოქას თავისი პრუსტი ჭირდება. და ის რომ ვთქვათ, აი ხშირად გამიგია ფრაზა მაგალითად, რომ აი კაცი რომ ბევრ სელფის იღებს და მე სოციალურ ქსელში დებს, რაღაცა ესეთი კაცი არის ჩემთვის red flag-ი, ანუ არ მომეწონება და რატო? ხო, ხშირად გვიკითხავ საკუთარი თავის რომ რატო შეიძლება ადამიანი აითვალწუნო იმის გამო რომ იღებს თავისი საკუთარი თავის ფოტოებს, ხო? რომ ეს არის ზედმეტი ყურადღება მიმართული შიგნით, ხო? შენსკენ, საკუთარ იმის მაგირად რომ აი მე ლამაზი ქალი ვარ, ჩავიცვი, გამოვიპირდე, შენ ისევ შენ სელფს იღებ და დებ და უყურებ, ხო? ანუ საკუთარ თავს აკვირდები. ამიტომაც ქვია ეს სელფის რომანი, იმიტომ რომ შენი მთელი შენი ყურადღება მიშვერილი გაქვს საკუთარი თავისკენ და ლინდაც, დედამისიც, ბავშვებიც ყველა არის უბრალოდ შემოყვანილი ამ ტექსტში, როგორც შენთან მებრძოლი, სხვადასხვა ჭინკები და სამყარო. ხო, იმიტომ რომ ერთი მხრივ მთელი ეს რომანები, 6 რომანი არის ალბათ მარტოობაზე და მარტოობის გამოცდილება არის ის, რაც კნაუსგორს აქცევს მწერლად. კი, და ამ გამარჯვებების ისტორიაც, ხო? თქვათ, იგივე სიკვდილით იწყება, მაგრამ ბოლოს საკუთარ თავში ამარცხებს დრიშიშს და იქ დავხედავ მამასო. ანუ მამას მოუგო, ხო? გაიმარჯვა მასზე. და სიბრალული უჩნდება. რაღაცნაირად შეიძლება კაპკაც გაგვახსენდეს თავისი ცნობილი წერილით მამის მიმართ, თუმცა იქ სხვაგვარი პრობლემაა კაპკას. აქ კნაუსგორისთვის აი ეს სამყარო მთელი ეს 6 წიგნი ხო არის როგორ ცდილობს ადამიანი რომ გაერკვეს ბოლოს და ბოლოს რა არის კაცის როლი, ვინ არის მამა, რა არის მისი სქესობრივი იდენტობა, რა არის შვილი ბოლოს და ბოლოს ბავშვობაში შენთვის რაღაცა პირქუში, მინიმუმ პირქუში პერსონაჟია ოჯახში და შენი დაძაბულობის მუდმივი წყარო რაღაც ასაკში ფეხმოტეხილი გდიან თვალი თანსვავს დეგრადაციას და ეს არის ძალიან მტკივნეული, როდესაც რაღაც ასაკში უნდა აღმოაჩინო, რომ მამა შეიძლება დეგრადირებდეს, რომ მამა ღმერთი კი არ არის ჩვეულებრივი ადამიანი, უამრავი პრობლემით და
სამარცხვინო ზოგჯერ ქმედები. კი, როდესაც მამა როგორც ავტორიტეტი უეცრად ჩვეულებრივი ადამიანი. ნახევრად ღმერთის იმას ტოვებს. ხო. რომელსაც შენ ემორჩილები, გეშინია, ბაძა, 1000 შეგზება. აკაც ეპიზოდი როგორ მნიშვნელოვანი მამის ტირილს შეესწრება, ხო? რომ უეცრად აღმოაჩენო თურმე მამა კაცმა შეიძლება მამა მიტი. ხო, ამიტომაც საინტერესოა ფილოსოფიურად და პრუსტის არ იყოს და ნებისმიერი ასე დიდი ტექსტი და ალბათ დიდი რომანი და საინტერესო რომანი ხო ფილოსოფიურ პრობლემას ატარებს თავის თავში ხომ არის ალბათ ამ ცნებების გაცოცხლების მცდელობა მამა როგორც ცნება ცოლი როგორც ცნება კი და თუნდაც დეტალი თუმცა არ ვიცი კნაუსგორს რამდენად გამოვა მორცხობილა მადლენის სად არის ეპიზოდის დეტალის დატოვება ლიტერატურაში მაგრამ პრუსტის შემთხვევაში ვნახეთ, რომ სწორედ ასეთი დეტალი შეიძლება საუკუნო იმად იქცეს. მიგნებად, რომელიც აი რო კითხულობ და გონია, რომ მეც ხომ აქ ასეთი მოგონებები, მაგრამ შენ ვერ წერ, ვერც შენ ბრძოლას და ვერც პრუსტის ვერც ერთ ტომს, იმიტომ რომ არ ხარ მწერალი. მწერლებს აქვს ჩვეულებრივი ცხოვრება, უბრალოდ ამ ჩვეულებრივ ცხოვრებაზე მათ შეუძლიათ არაჩვეულებრივად წერა. ხო, იმიტომ რომ დაკვირვების რაღაცა სპეციფიკური უნარია და მე ნიჭი. ხო, მათ ბიოგრაფიაზეც რო გონია რა მაგარი ბებია ყავდა, რა საინტერესო დედა, როგორი მამა ყოლია, რა როგორი მეზობლები, ხო? მაგრამ სინამდვილეში ეს არის წერის ნიჭზე. იგივენაირი დედა, მამა და მეზობლები ყავდა, როგორც ალბათ სხვას, მაგრამ მათი დაკვირვება დააღწერა სხვანაირი. ნუ იმიტომ რომ ისევ და ისევ აი ეს ძველი და ცნობილი არის ტოტალესეული თეზისი, რომ არამედ როგორ პრინციპში შეგვიძლია ვთქვა, ხო, როგორ წერთ, როგორ წერს ესა თუ ის მწერალი, ხო? და იგივე როგორ აკვირდება ის მამას, როგორ აკვირდება საკუთარ თავს, როგორ აკვირდება საკუთარ როლს და საკუთარ მარტოობას. საერთოდ აი ეს შეუბრალებლობა საკუთარი თავის მიმართ, ეს არ არის არაორდინალური რამ. უბრალოდ ადამიანი მართლა შეუბრალებელია. საკუთარი გარკვეული თვისებების მიმართაც და განსაკუთრებით ეს ის ბავშვობის ეპიზოდებს თქვა უკავშირდება, იმიტომ რომ დიდსაც თავის ისტერიკაზე ლაპარაკი ადამიანი შოკში ვარდება საკუთარი ადამიანური ადამიანობის გამოვლინებით. აი, თუნდაც სქესობრივი მომწიფება. ძალიან საინტერესო ეპიზოდი. კი. მე ვარ და უეცრად ეს ახალი მეჩნდება ჩემში. ვიღაც მე და ღმერთმა დაიფაროს რომ ვიღაცებმა მართლა წაიკითხონ ეს რომ გადათარგმნილი გვაქვს ქართულად აი ეგ თუნდაც სპერმის სცენები და ასეთები რა აი ღმერთმა დაგვიგეს გადარჩენილები ვართ რომ რაღაცებს უბრალოდ არ კითხულობ აი მივედით ისევ დასაწყისთან შენ ახსენე ორცხობილა მადლენი და ეთიკა აი მე მგონი კნაუსგორმა გარდა იმის რომ საინტერესო ტექსტია აი კნაუსგორი დარჩება, არ მიყვარს ასე ლაპარაკი, თქვა ლიტერატურაზე, მაგრამ მათ შორის ამ ელემენტით. ხო, ამ ელემენტით, რომ თურმე შეიძლება ყველაფრის აღწერა და თქმა. ყველაფრის, ანუ ეთიკა კიდევ უფრო გააფართოვა ლიტერატურის თავისუფლება, აი შილერის ცნობილი სიტყვები, ხო, ხელოვნება ეს არის ვარჯიში თავისუფლებაში, ხო, ძალიან ცნობილი სიტყვები, აი ეს ვარჯიში თავისუფლებაში რამდენად შეგვიძლია რომ გავაფართოვოთ, ხო, აი ეს გულწრფელობა. ოღონდ თვითმიზნური არ არის ეს გულწრფელობა. არასოდეს კნაუსგორს არ ავიწყდება პრობლემა. ის რა თქმა უნდა, ამიტომ საუბრობთ, რომ ხო, ნებისმიერი ისეთი ყოფითი დეტალი, როგორიც არის მთრალი მამა იატაკზე დაგდებული თუ ცოლი ჩაკეტილი ტუალეტში, სინამდვილეში სულ სხვა თემაზე გაყავხარ. სხვა პრობლემის ასაღწერად არის ეს და არა იმისთვის, რომ გაგაგებინოს თავისი ცხოვრების დეტალები. ამიტომ თუ ვინმე ჩათვლის, რომ მეც დავწერ, როგორ მოვიპარე ვაშლი, ან მეც დავწერ, როგორ გავსინჯე ბებია ჩემის გამომცხვარი ორცხობილა, ან კნაუსგორივით მეც დავწერ, როგორ მქონდა პირველი მასტურბაცია, ეს წერლობას ჯერ კიდევ არ ნიშნავს. იმიტომ რომ ბანალურ რაღაცებზე წერა ბევრად უფრო რთულია, ისე რომ წერალი გეწოდოს და მაგრამ აი პრობლემა არ დაიწყო. რამდენად ფიქრა იცი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეპოქაში თითქოს და კი არა, ყველაფერი ძალიან სხარტია, ძალიან ჩქარია, რაღაცა ისეთი ნევროტული მოუსვენრობა გვაქვს, თუ კი უცბად არ გავიგებთ რაღაცას, ხომ იწერება აი ასეთი სკელტანიანი რომანი, ხო? თითქმის 3000 გვერდამდეა თუ უფრო მეტი არა, მთელი ეს ციკლი კნაუსგორის რომანების და
სწრაფად თან თვითონვე ამბობს რომ საკმაოდ მეორე ტომი მაგალითად ხო და მილიონები კითხულობენ ანუ ადამიანებს არ ეშინიათ ხო ანუ დიდ რა ხდება რა ხდება აქ ამაზე არის სხვათა შორის ჩვენ ხომ ხშირად გვესმის რომ TikTok-ის ერა და 10 წამში უნდა მითხრა თავარი სათქმელი მაგრამ ვიცოდეთ რომ არსებობს YouTube-ის მაყურებელი და YouTube-ის მსმენელი. ანუ ადამიანები ისევ იყოფიან ორად. მოთხრობისა და რომანის მოყვარულები, შვიდტომეულებისა და სტატუსების მოყვარულები, პოდკასტების 4 საათიანის, როგორცაც ჩვენი კოლეგა ბექა კობახიძე წერს ხოლმე ისტორიაზე ასეთი დიდი პოდკასტების YouTube-ზე არის უამრავი ინტერვიუ და პოდკასტი, რომელიც გრძელდება საათობით და ადამიანები ამას უსმენენ და უყურებენ. ისევე როგორც ჩვენთვის შეიძლება ოპერაში 5 საათი ყოფნა არც ერთ საუკუნეში არ იყოს პრობლემა, რამდენიც არ უნდა იყო ღმერთმა ყველა საუკუნეში. ისე თეორიულად ვამბობ, ანუ შენ არ მოგბეზრდება არანაირი ახალი სამწუთიანი კლიპების გამო ვაგნერი არ მოგბეზრდება. ამიტომ აქაც გვაქვს რომ აი ამ დეტალ ვიღაცისთვის შეიძლება თქვა რატომ უნდა ვიკითხოს ხვისი ცხოვრება მე მაქვს ასეთი ეპიზოდი მაგათაც ცხოვრებაში, როდესაც ჩემს პატარა შვილს შევთავაზე, რომ დაიწყე ადვილი თუნდაც ფრანსუაზა საგანი და მითხრა, სხვისი სიყვარულის ამბები მე რატომ უნდა წავიკითხო, რა თქმა უნდა, ამის მერე აზრი შეიცვალა, მაგრამ არის ხალხი, ვინც რაში მაინტერესებს, ეხლა კნაუსგორის მამა, მისი რაღაც ბაყვებიანი ცოლი, ანის, მაგრამ ვისაც გვაინტერესებს, ვიღებთ სიამოვნებას და ხშირად ფიქრობთ, მე მიფიქრე, როგორ ახერხებს ეს ადამიანი წეროს იმაზე, რაც პრინციპში საინტერესო არ შეიძლება იყოს, მაგრამ მივყავარ აი ამით ზუსტად იმ მარტოობას სუხელი ეშლება, ხო? ამ ხალხი ცოლი ურეკავს, ხელს უშლიან წერაში, მწერალმა ყველაზე კარგად იცის მარტოობის ფასი, პამუქს მაგათაც ცალკე ქონდა ნაქირავების სახლი, რომ წასულიყო და ოჯახის წევრებისგან განცალკევებით ეწერა, მაგრამ აქ ჩვენ ვხედავთ იმას, რომ მარტოობა არის მაინც. მით უმეტეს ჩრდილო ევროპაში ეს თემა, როგორი ბედნიერების ინდექსში და პრესის თავისუფლებაშიც არ უნდა გაიმარჯვონ ამ ქვეყნებმა არის ეს თემა. მარტოდ ყოფნის თემა. თან მწერალი წერს ამ მარტოობაზე და მწერალი და მარტოობა კიდე რაღაცა განსაკუთრებული მოვლენაა და და პრუსტი ოთახში გამოკეტილი და კნაუსგორი კიდევ რომელიც ღამე წერს და სადაც თავის მოახლეს ისეთ ფარდებს აკიდებინებს ოთახში, ну გარდა იმისა რომ მას კიდე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ან ესეთი ნევროზის სპეციფიკური ფორმით არის ის, ხო, ასე ვთქვათ, მთელი ცხოვრება ამით გატანჯულია, რომ ხიში არ უნდა გამოვიდეს. და გამოიფიტა საბოლოო ჯამში, მაგრამ მწერალი და მარტოობას კიდე ცალკე მოვლენა არსებობს. ესეთი აზრით, რომ პრინციპი მარტოობა არის ესეთი ცივილიზაციური მონაპოვარი. ანუ პრობლემა ის არის, თუ არ ვწდები, ლევან ბერძენიშვილს უწერია სადღაც, რომ გულაგის და საერთოდ ციხეების და ბანაკების და ზოგადად პრობლემა ისე რომ მარტო არ რჩება ადამიანი. საქმეზე ყველაზე დიდი უბედურება ადამიანისათვის, პატიმრისათვის, თქვა, აი და ეს ესეთი ძალიან საინტერესო იდეაა და მუდმივად შეიძლება დაგვიდასტურდეს სოზონის ჟენიცის ვკითხულობ თუ ვლადიმერ ბუკოვსკის რომ ადამიანი პატიმარს არტოვე, ანუ არ რჩება ადამიანი მარტო და წერლის შემთხვევაში ეს არის ჯოჯოხეთი. ეს აბსოლუტური. მაგრამ მან არის ძალიან საინტერესო ეპიზოდი ერთ-ერთ რომანში კნაუსგორთან, როდესაც ის მუდმივად გაწამებულია, გახსოვს, პატარა შვილი უჩნდება ლინდას და ეს გავარდება, იქირავებს სადღაც ქალაქის მეორე ბოლოში ოთახს, დატოვებს, ხო, იქცევა, ანუ ცუდად, ეგოისტურად და უეცად აღმოჩნდეს რომ ვერ წერს. ანუ როდესაც არის ხმაურში და რომ გავარდა ამიტომაც არ სადაა გავარდა მაგალითად თომას მანი და წერა იმ ბავშვებში უბრალოდ ცოლი იქცეოდა სხვანაირად მაგრამ ვიღაცები პატრიარქალური მაგრამ ნუ ვიღაცები გარბიან და დიდი მწერლებიც გარბიან, მათ შორის ლევ ტოლსტოი და მათ შორის წეღან მახსენეთ პამუკი გარბის და ისეც პამუკი გარბის და პამუკსაც როგორი უცნაური სასაცილო ეპიზოდი აქვს ერთი თვითონვე აღწერილი, მაგრამ ძალიან გასაგები რომ ცოლმა, როდესაც მისმა ცოლმა რაღაც გარკვეული სტიპენდია მოიპოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პამუკიც წაიყვანა ახალგაზრდებიანი შედარებით და იქირავა ერთი პატარა ოთახი ჰქონდა და შეუძლებელი იყო ამ ერთ ოთახში პამუკისთვის მუშაობა. ამიტომ გამოიგონა
რომ დილით მიდიოდა, წრეს დაარტყავდა ეზოს რამდენიმეს და ბრუნდებოდა ამ ოთახში, ჯდებოდა, ოღონდ არ ეკონტაქტებოდა ცოლს, იწყებდა წერას, მერე მიდიოდა, ვითომ მიდიოდა სახლიდან და ვითომ მოდიოდა. იგი რამხელა თამაშია მოფიქრებული. მხოლოდ და მხოლოდ მე ვფიქრობ იმით განპირობებული, რომ ძალიან რთულია ფურცელზე გადატანა ნაფიქრის. ანუ ეს არ არის თეთრი ფურცლის შიში, მაგრამ კონცენტრაციის და მობილიზებულობის და რაღაცა განსაკუთრებული რესურსი. ჭირდება ვირჯინია ვულფს თუ დავუჯერებთ და უნდა დავუჯერებთ. ნუ ის ქალისთვის კიდე თუ ვინმე საკითხვა რატომ ვერ წერენ ქალები ჯერ ერთი წერენ უკვე და მეორეც და რატო კომპოზიტორები არ არიან პასუხი ზუსტად ეს არის რომ სივრცე გჭირდება დრო და სივრცე წერალს ჭირდება დრო და სივრცე იმისთვის რომ წეროს ნუ ყველაზე ბოდიში გაქცევებზეც რო დავასრულოთ ყველაზე დიდი მე ვფიქრობ რომანისტი გაიქცა საბოლოოდ 80 გადაცილებული კაცი ლევ ტოლსტოი ჩვენს მიერ აქვე ხსენებული ხო და მე ამ ოსტაპოვოს სადგურზე სული დალია გაცივდა გზაში და მიზდებდა ნუ იქ კიდე ცალკე სპეციფიკური ამბები იყო იქ მამის რელიგიური ვილაპარაკოთ ამაზე რატო გავარდა იმიტომ რომ მას ხომ უამრავი დღიური აქვს და დღიურებს წერდა. მithumetes რომ ცოლმას მასზეც დაწერა როგორც. მასზეც დაწერა და თან ერთ-ერთი ინდიკატორი კი არა და ბიძგი სუნდოდა გაქცევა, მაგრამ ძალიან მოხუცი კაცი რო გარბის სახლიდან ეს კიდე საინტერესო, მაგრამ ნუ სტოსოზე ცალკე ვილაპარაკოთ, სპეციფიკური მოვლენაა, მაგრამ ის მას ამდენი დღიური აქვს დაწერილი და გარკვეულ დროს დაიწყო ისეთი დღიურების წერა, რომელსაც დაარქვა დღიურები მარტო ჩემთვის. ანუ კითხულობდნენ იმ დღიურებსაც. და მე ისეთ მდგომარეობამდე მიდიოდა, რომ სპეციალური ჯიბეები დააკერებინა სავარძელზე და იმ ჯიბეებში ტენიდა და მალავდა. ყველაფერი, ანუ კიდე ცალკე ამბავია 21 საუკუნეში ლაშა მწერალმა, იმიტომ რომ ესეც ხო ის არის თამაში, ბრძოლა, გამოწვევა და უმალო დღიური საკუთარი ოჯახის წევრებს. აი რა ქნას თანამედროვე მწერალმა ნაუსგორი არ მალავს. ნაუსგორი არ მალავს. ეს არის საინტერესო. მაგრამ კაცმარიცის რას მალავს ამაგიერად. ამ არ დამალვით რა ამდენად არახში რას მალავს. მაგრამ აი რა ქნას თანამედროვე მწერალმა, რომელსაც აქვს ტელეფონი და შეიყვანს ციფრს, ახლა მთლად თავის დაბადების დღე თუ არ შეიყვანა, ვერანაირი ცოლი, შვილი და მეზობელი ვერ წაიკითხავს. მხოლოდ სუსი. ხო, აი ეს პრობლემაც მოიხსნა, ხო, დამალვის. ეს სერიოზული პრობლემა, ასევე როდესაც უკვე პოლიტიკა, თუ ის კიდევ დარჩა პოლიტიკად, ანუ ავტორიტარიზმი, ისევე როგორც ესეც ხო ციხის მეტაფორაა, ხო, რატომაც ლევან ბერძენიშვილის ეს აზრი გავიხსენეთ, ხო? დიქტატურა არ გტოვებს მარტო. ანუ სულ ამბავია დიქტატურა, ცუდი ამბავი, ანუ ყოველთვის არის მოვლენა. და ხანდახან შენი კულტურაც არ გტოვებს მარტო. მაგალითად, საქართველოში შეიძლება ცუდად ვარ მარტო მინდა იყოს აღქმული როგორც სიგნალი, რომ პირიქით არ უნდა დაგტოვონ მარტო, თავს რამე არ მოუწიო. მარტო რომ გინდოდეს ყოფნა, მაგ დროს შეიძლება აღმოჩნდეს სრულ ქაოსი. არ ვიცი, ხო ზასეთო შეკითხვა მოახერხებდა თუ არა კრაუსგორი 6 ტომის დაწერა საქართველოში ამ ხათერაკებში და გამოწვევებში და მათ შორის კულტურულ ექსპანსიებში. ამიტომ დავიწყე ამით, რომ მას ძალიან გაუჭირდება, როგორც ნორვეგიაში დაბადებულ და შვედეთში გადასულ. არ ვიცი შვედეთში რატო გადავიდა, ვერ ხვდები ნორვეგია უფრო კაი ქვეყანა მგონი. ნუ ლინდას და ბევრი სხვა მიზეზის გამო, უფრო მეტი კომუნიკაციის და სოციალიზაციის და წერის შესაძლებლობის და სამსახურის ეს ზეპირი მიზეზები ვიცით, მაგრამ აი ნორვეგია ჩემი აზრით არის ქვეყანა, სადაც არსად ალბათ არ უნდა წახვიდე. მაგრამ ეს არის ჩემი ილუზია ამ ქვეყანაზე, იმიტომ რომ არასდროს არ ყოფილვარ იქ და სინამდვილეს შეიძლება არ იყოს ასე, ხო, როგორც სადაც არ ვართ იქ არის კარგი და მე მგონია რომ ნორვეგია არის 64 დედამიწაზე ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ნავთობი აქვს და არ გახდა კორუფციონერი მაგალითად, ხო? მაგრამ აი მანდაც თურმე შეიძლება იცი დავიწყოთ, მოდი იმით დავასრულოთ, რომ დაალაგებულ აწყობილ ისეთ ქვეყანაშიც მარტოობა შენი არჩევანია და არა, თქვათ, იძულებით გამოკეტვა ციხეში იქნება თუ საკუთარ თავში, ანუ არჩევანის თავისუფლება გაქვს, იქაც შეიძლება 7 ტომი დაიწეროს. თუმცა არის დასავლეთ ევროპაში მთავარი და იაპონიაში სხვათა შორის ბოლო 30-50 წლის მთავარი პრობლემა არის ზუსტად ფიზიკური მარტოობისა და აი ამ მარტოსულობის შეგრძნების პრობლემა. იქ სადაც დიქტატურაში სხვა
გამოწვევები არსებობს, ეს არის მარტო არ დატოვების შიში და ტერორიზება, კონცენტრაცია შეუძლებელია. შენ, როდესაც ადამიანი ტუალეტში შედის, კნაუსგორი თუ თავისნებით წერს ამ თავის ფიზიოლოგიურ ცხოვრებაზე, აქ უკვე შენ ფიქრობ, ხომ არ არის თვალი ხომ არ არის უნიტაზზე დამაგრებული ხომ არ არის დიდი ძმის თვალი. მაგრამ შენ ძამიშოვანი ასპექტიც ახსენე, ხომ? ანუ კულტურული ფაქტორი, სადაც მარტობა რთულია სწორედ კულტურული კონტექსტის გამო. მაგალითად, მე შოქში ჩამაგდო ისე და საინტერესო მოგონებამ თუ არ ვსწრები გენო კალანდიასი, რომელიც მის დღიურებში მაქვს წაკითხული, სადაც ის შემთხვევით შეესწრება ჭილაძეებთან, მწერლების სახლშია, ხო, თამას და ოთარ ჭილაძეების და აივანზე გასული დაინახავს, რომ ოთარ ჭილაძე არის სკამზე დაბმული. თვითონ იბამდა თავს, ასე წერს ავტორი, რომ ანუ მას არ ქონოდა შესაძლებლობა საწერი მაგიდისთან წამოდგომის და გასვლის. ძალიან საინტერესო უნიკალური ეპიზოდია დიდ ქართულ მწერალზე, რომელსაც ჭირდება ფიზიკური წნეხი იმისათვის, რომ მან გაუძლოს სამყაროს ცდუნებებს, როგორც სირინოზების ხმებს, როგორც ოდისევს აბამენ, ხო? მისი თანამებრძოლები, რომ არ ცდუნდეს აი ამ ხმებით სირინოზების ხმებით სამყარო ხო ეს არის მუდმივად და ამასთანავე არ მოგეჩვენოს როგორც მწერალს არაადეკვატურად რომ თავზე რაღაც გემხობა და შენ ტექსტი გაქვს დასაწერი აქ ამ მხრივად სახელმწიფო რომელშიც ცხოვრობ ქვეყანა რომელშიც იზრდები კულტურა რომელშიც იზრდები ხელს უნდა გიწყობდეს რომ შენთვის არ იყოს არარელევანტური რაიმე სხვაზე წერა თვინიერ პოლიტიკისა ასე რომ ნორვეგიად გადაქცევის იმედით ოდესმე ამ პოდკასტსაც ვასრულებთ. ჩვენი სპონსორია Coca-Cola, ჩვენი გადაცემა ერთი წიგნი, ხოლო ჩვენი არხი მისმინე გამოყვებით და დავიკითხოთ კნაუსგორი და ამასთანავე 7 ტომია და რო წაიკითხოთ, მე კიდე მოგწერეთ თუ არის რამე წიგნი, რომელზე საუბარიც თქვენ გესიამოვნებოდათ. ჩვენ მზად ვართ ისე განვიხილოთ რომელიმე კარგი წიგნი.